თქვენ თავად ხართ ავტორი მრავალი კანონის, 100-მდე კანონის საქართველოში, თავარი დაზღვევის შესახებ კანონი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ჩვენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იგივე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ კანონი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. თქვენ თავად იყავით რეფორმატორი მთავარი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები პირველად ჩამოდიოდნენ ჩვენ ქვეყანაში და ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ქვეყნად აღიარება საერთაშორისოდ ხდებოდა. დაზღვევის ყოველთვიური ანგარიშები მოდის ჩვენთან, მათი ფინანსური შესაბამისი კრიტერიუმებით ჩვენ ვამოწმებთ მათ, როცა საჭიროა. თუ კომპანია დავინახავთ, რომ არ აქვს სათანადო ფინანსური სიძლიერე, არ არის ჯანმრთელი, ის ვერ ფუნქციონირებს ბაზარზე, ან შეუწყდება, ან საერთოდ გაუქმდება. აი ესეთი აზრი გაუჟღერებიათ, რომ ეს ზარალიანი პროდუქტი იქნება სადაზღვეო კომპანიებისთვის და სადაზღვეო კომპანიებისთვის ადიდე სახარბიელო. ვინც არ დანერგავს, ჩათვალეთ, რომ 10 წლის მერე ბაზარზე არ იქნება. 10 წელი შეიძლება ბევრს ვამბობ კიდევ რა.